საღამომშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ პირველ რიგში მინდა დავიწყო იმით, რომ გუშინდელ ჩემ ლაივს და ასევე არა მარტო ჩემს ბატონი დავით ჭაბუკაშვილის და კიდე რამოდენიმეს გაკეთებულ განცხადებებს ამ ვითომ კანონიერი ხელისუფლების აღდგენასთან დაკავშირებით, ვითომ აღდგენასთან დაკავშირებით ძალიან წარმატებული შედეგი მოყოლია, რითაც ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან სასიამოვნოა ეს ყველაფერი. Ყველა ვინმე არ გაბედოს და ვინმე არ მომწეროს, ან ლაპარაკი არ დამიწყოს ამ საკითხებთან დაკავშირებით და რაც ესეთი ძმური და მეგობრული და ადამიანური და ქართული თქვენ ვიზიათ 9-ჯერ გაყიდული და გადაყიდული და სლავა უკრაინეს და შიგუკნიდან ევროპაში მიმავალი ეროვნული გეგმები ეგ თქვენთვის შეინახეთ და გაყევით ისე რა ქვია უკნიდან განათლებულების გზას ასე რომ ერთ დროს რო ვიღაცეები ზვიადის გვერდით ვიდექითო და მერაბის გვერდით ვიდექითო ზვიადის და მერაბის გვერდით იმდენი ბოზი და ჩათლახი იჯდა და იდგა თვითონ ცხონებული ამბობდა 95% მოღალატე მყავდაო და 95 კი არა 97%-ო მე ზოგი ამბობდა 3%-ით რო შერჩენოდა ერთგული რა უჭირდაო ამიტომ ეს რა ქვია ეროვნულ ფსევდოეროვნული და ეს რაღაცა ისეთი პატრიოტული ვითომ გრძნობებით შეპყრობილი ადამიანები, მით უმეტეს ახლა იმ თაობის ადამიანი, რომელმაც გაიარა ის მოვლენებიც და მეერე რა უბედურებებიც მოხდა ქვეყანაში, ყველამ ძალიან კარგად იცის და საკმაოდ დაბრძენებულია საიმისოდ, რა ხდება, როგორ ხდება და რა რისკის ხდება და ვინ რაში მონაწილეობს. ეხლა არ იყოს 15-16 წლის ბავშვი, რომ რამეში შეცდეს განსაკუთრებით პოლიტიკურ პროცესებში და არავინ არ გაბედოთ ღმერთმა დაგიფაროთ რა ჯერ არც ქონია არავის მაგის სურვილი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მომდის ხმები ზოგ-ზოგი ერთ-ერთთან ზარების, იმისი, ამისი თუ ასე რატო, ისე რატო და თორა კი იცით პასუხს რასაც მიიღებთ და მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ესე იმოქმედა ამ ყველაფერმა, იმიტომ რომ კიდე ერთხელ მინდა ხაზგასმით თქვა, ეს ყველაფერი იყო და არის ამ მომენტისთვის შექმნილი გარდამავალ რგოლად ნაცკოცური რევოლუციონერების თამაშში თუ მოწყობაში იქნას გამოყენებული და დისკრედიტირებული იქნას ეროვნული ხელისუფლების ასე რომ ვთქვათ სახელი და სახე და კიდე ერთხელ ვიმეორებ ვინ დგას ამ ყველაფრის უკან ეს დიდი გველური ჩანაფიქრი არის რომელიც ესეთ ბოზიშვილი გუბასანიკიძეების და ირინა სარიშვილების და ეკა ხერხეულიძეების და აი ამ მთელი ვინ თვითონ ფსევდო ესა ბოცო დღეს ბოცო გამომხტარა ხო დამავიწყდა ბოცო გამომხტარა დღეს ციკლაური ნაც ციკლაური და ერთი მას თურმე პალიტრატივზე თურმე მას იგლიჯავდა ვენებს რომ გადატრიალება უნდა ბოცო ძველი ძველი მიშისტის ზვიადისტია და იცის მაგბიჭმა შემთხვევით კი არა კაცო ყველაფერი ხო და რაც რა დამოკიდებულებაც იქნა და რაც იქნა გაცხადებული ეს იყო 100%-იანი ეს იყო სწორი და სწორად იმოქმედა და ძალიან ბევრი ადამიანის მადლობაც დავიმსახურეთ ამ სწორი ხედვის გამო ასე რომ კიდე ერთხელ გეუბნებით ყოველგვარი ცდელობა დისკრედიტაციისა ხას უსვამ დისკრედიტაციისა ზვიად გამსახურდიას მერაბ კოსტავას ეროვნული მოძრაობის იმ ეროვნული მთავრობის ვინც ერთგულად იდგა და რომლებიც იბრძოდნენ ეს არის ყველაზე დიდი ღალატი საფლავშიც არ აყენებთ ადამიანს მათ ნამოღვაწარს მათ ნაბრძოლს და ყველაფერს ათახსირებთ ჯერ სიცოცხლეში რა გაუკეთეთ და ვინ როდის უღალატეთ და რამდენჯერ უღალატეთ და რამდენჯერ გაყიდეთ ეს ხო არ გეხოთ და ახლა ამ იდეას დარჩენილ იდეას რომელიც შეიძლება როდესმე ეროვნული ადამიანები შეიკრიბონ და რაღაცა გაკეთდეს ესეთი ეროვნული ერთობის, ქართველთა გაერთიანების, რომლის ელემენტებსაც ხედავთ ახლა ხო დაინახეთ ალბათ ამის ჩამდენი ორ კურდღელს კლავს მისი ჭკუით. პირველი ერთი ის რომ ცდილობდა რომ თავისი როლი შეიტანოს ამ მიშისტურ ზვიადისტური ძალაზე მაქვს ლაპარაკი ამ ეგრეთ წოდებულ გადატრიალებებში და არეულობებში, რომლებიც უკნიდან განათლებულების მოწყობილია, იქ კიევიდან და ევროპიდან და ასე შემდეგ, დააწყობენ და ემზადებიან და მეორე ის რომ
ზვიადის და მერაბის სახელი და ეროვნული მოძრაობის სახელი იქნას გათახსირებული, წიხვეშ გათენილი თქვენი პირიდან ერთ-ერთი ადამიანის ხსენებაც კი აი ამ ბოზიშვილების პირიდან რო ხსენდება ზვიად გამსახურდია. გინდა გუბასანიკიძიდან, გინდა ეკახერხეულიძიდან, გინდა ძიძიგურიდან, გინდა ამ ხოშტარიებიდან. აი ყოველი მათი ხსოვნის შეურაცხყოფაა თქვენი პირიდან მათი სახელის და გვარების ხსენება და გინდა მერაბ კოსტავას თქვენ ნაძირალა ვირთხებო რა და თქვენს იმაში მყოფო კიდე არ ვიცი ქალბატონო არ ამგონია რომელი მდედრებზე მეკითხები თუ შეიძლება დამიზუსტეთ ხო და ასეთმა ძუკნებმა დაღუპეს თავის დროზე ის ეროვნული მოძრაობა ყველაფერი და დღესაც კიდე მათი სახელის დისკრედიტაციით ცდილობენ პური ჭამონ და გააგრძელონ თავიანთი ცხოვრება. მოკლედ ეს საკითხი დასრულებულია, ერთხელ და სამუდამოდ წერტილია დასმული და ვისაც უნდა მისი თავი შეუძლია დიდი ბრიტანეთის მეფედ გამოაცხადოს ან დანიის პრინცად გამოაცხადოს, ღმერთმა ხელი მოუმართოს. შეუძლიათ კანონით მზის ამოსვლა და მზის ჩასვლა აკრძალონ, შეუძლიათ კანონით გააცოცხლონ დავით აღმაშენებელი, შეუძლიათ მათ თავის სექტაში შიგნით და იყვნენ ბატონო და ყავდნენ არ ვიცი რომელი იურიდიული მხარე ნახეს გამართული და ზოგიერთებმა ის თქვეს რომ ჩვენო კი არ აღვადგინეთო განვაახლეთო ხო აი განაახლეს ხო ალბათ წინა ისა რა ქვია პრემიერი გადაადგა ეთყობა და ახლა უნდა გაახლებულიყო დრო იყო ახლა ხო მე მიჯო სინდის ნამუსი რო ქონოდა აი ამ უსინდისო ადამიანებს მინდა გითხრათ დამხობილი ხელისუფლება და დევნილი ხელისუფლება ვართო და კანონიერები ვართო უკანონო ხელისუფლებიდან ხელფასებს და პენსიებს არც უნდა იღებდეთ მაგრამ აგი სინდის ნამუსი სადა გაქვთ ერთმა ხელი მოგიმართოთ თქვენ შუტურში საზოგადოება ძალიან კარგი ვინც ყოველ შემთხვევაში ამ ხარეზე დგას ძალიან კარგად ხედავს და ეს მაქსია ზვიადისტები ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რა არიან და როგორ არიან თქვენ მილიონს გჯობიათ აი ხო ფანატიზმი მე პირადად ფანატიზმის წინააღმდეგი ვარ არა აქვს მნიშვნელობა ეს პოლიტიკური ფანატიზმი იქნება რელიგიური ფანატიზმი იქნება იდეოლოგიური ფანატიზმი იქნება მაგრამ არსებობს კატეგორია აი ამ ეროვნული მოძრაობის გზაზე რომლებიც ეს მიშისტი ზვიადისტები და ეს ნაბოზროები და ჩატლახებზე ერთი ფრთა ხო არის კიდე ესეთი ფრთა რომელი ფრთასაც რო კითხო დღესაც ჯერავს რომ ზვიად გამსახურდია ცოცხალია და ოდესაც გამოჩდება რა ანუ ფანატიკურად არის ამ ყველაფერთან დაკავშირებით აი თუ ეს ხალხი თქვენ მილიარდს არ გჯობდნენ იმიტომ რომ ეს ადამიანები სხვას არავის არაფერს არ დაუშავებენ მათ წამრწმენის დონეზე აქვთ ეს ყველაფერი აყვანილი და მთელი მათი ცხოვრება აი ამ იდეის ერთგულებას შეწირავენ თავს და არავის არაფერს არ დაუშავებენ მიუხედავად იმისა ფანატიკურად არიან ამ საკითხებთან დაკავშირებით თქვენ ნაძირლებო ამ ხალხის ფეხის ნაბანი არ ახრთ არა მაქვს უკვე საუბარი იმ კატეგორია ადამიანებზე რომელი კატეგორია ადამიანებით ცივი გონებით იდგნენ იქ სადაც უნდა მდგარიყვნენ და დგანან და ახლაც აგრძელებენ ცხოვრებას და მთელი ცხოვრება ასე იქნებიან შეიძლება ბევრი არა ესეთი ადამიანი მაგრამ რამდენიც არის საკმარისია იმისთვის რომ ჩვენი ერის არსებობას კიდე კონდეს მიზეზი გაიხარე შემოგევლე მეც გეფერებით უნდა მომიკითხე ბალახვან ახლა მინდოდა უბრალოდ სხვა მიმართულებით წამეყვანა ნუ დამეწყო ეს ბლოგი მაგრამ არ შემეძლო რომ ამაზე გვერდი ამიარა აი ახლა ეს ნაცკოცების ამ ორდღიან ვიცი ჩემოძმაო ხა ვიცი რო არიან ეგეთი ადამიანები მაგრამ მე გეტყვი რომ ეგეთი ადამიანები არავის არაფერს არ დაუშავებენ და არც კაცს მოკლავენ ძმაო და არც შავზე თეთრს იტყვიან და არც არავის გაძარცვავენ და ნაცკოციდან კიდე 1000 ჯერ კიდე პროპკას არ მოერგებიან თავიანთი გუშინ რო ნაცი იყო და დღეს რო კოცია და სკამის გულისთვის ბოდიში და ტრაქს არ მიცემენ რა ამიტომ თუ აქვთ მაგათ ის ფანატიკური გამოხტომები ყოველ შემთხვევაში სხვა დანარჩენი ძალიან დიდი ადამიანური პლუსებია მირჩევნია ფანატიკოსი ზვიადისტი იყოს ადამიანი ვიდრე ბრძენი მიშისტი და ვიდრე ბრძენი ბიზნესისტი და კოცი მილიონს ჯობია ძმაო ეგეთებს რა არჩევადარებ მაგათი ფეხის ნაბანები არ არიან
ეხლა მინდოდა მელაპარაკა ამ ყველაფერზე რაც ხდება ეხლა კალაძის ოფისთან ეს 2 დღეა განსაკუთრებით ეს არის შემოკარგებო რევოლუციის რეპეტიცია ეს ყველაფერი ერთ გეგმაში ჯდება ნაბიჯ მიმდინარეობს ეგ ყველაფერი და არავისთვის ახლა ეს დასამალი არაა თვითონაც ამბობენ რომ ასე უნდა მოხდეს ისე უნდა მოხდეს რევოლუცია უნდა მოხდეს 4-ში ამას ვიზამთ 4-ში იმას ვიზამთ სიმართლე გითხრათ კისერი უტეხია ნაც და კოც ცხვირპირი უმტრევიათ ერთმანეთთან რა გვერდიდან მშვენიერი საყურებელი არის ეგ ყველაფერი იმიტომ რომ ნაცი და კოცი ეს თვითონ იმ დონის ავადყოფები არიან რომ ფულის გულისა და სკამის გულისა საკუთარ შვილს გაყიდიან მაგრამ მე მინდა ერთი ამ კოცებს უთხრა რა კოცებო რო გითხოთ კაცმა ისა ხართ რა ქვია ხელისუფლება ხართ დემოკრატიული ხართ წინა რეჟიმს არ გავხართ ასეა ისია და ადამიანურად რო თქვათ თქვენ ხართ ესე იგი თურმე ესეთი რა ვიცი ეროვნული ხელისუფლება საკუთარ თავს ამდენიც კი აკადრთ რომ ეროვნული ხელისუფლება ხართ და ასე უწოდებთ და ადამიანურ ენაზე რო ვთქვათ რომ თავი გამოაცხადეთ ეროვნულ ხელისუფლებად მაგრამ ის რაც თქვენ ოფისთან ხდება და რასაც თქვენი მომხრეები და თქვენი პოლიცია აკეთებს აი პირდაპირ მინდა გითხრათ რა და მინდა სიმართლე გითხრა აი იმ ადამიანებს კუნთ მაგარები რო ყავთ რა იმგეს რა ქვია კოცებს რომ იქ ვიღაცა გალახეს ვიღაცა ცემეს ასეც ქნეს ისე ქნეს აი ამ კატეგორია ხალხს მინდა მივმართო ყველ ხელისუფლების გაправება და დაცვა ისიც მუშტებით და კუნთებით არა ეს ვაშკაცის საქმე და არა ეს ვაშკაცობა არაფერი განსხვავებული არ ხდებოდა როდესაც ნაცები იყვნენ ხელისუფლებაში ამ კუთხით იმათაც ყავდათ თავიანთი ზონდერები უხდიდნენ ფულს ზოგი სამსახურებში ყავდათ დასაქმებულები ზოგისად ყავდათ და ხელისუფლების რეჟიმის დასაცავად გამოყავდათ და ხან ვის ურტყამდნენ უდესიანი ხელმძღვანელობდა უშუალოდ ამ ყველაფერს და არავისთვის ეს ახალი არაა ყველას კარგად ახსოვს ეგ ყველაფერი ეს მიუხედავად იმისა რომ ეს იყო 12 წლის უკან 13 წლის უკან დაახლოებით ეგ იყო ცუდი იყო ეგ ყველაფერი ზონდერ ჯგუფებს ეძახდნენ მართლა უსინდისოდ და უნამუსოდ იქცეოდნენ და საკუთარ მოსახლეობას არა აქვს მნიშვნელობა იქეთ მხარეს ნაცი იყო ვინ იყო არანაცი იყო კოცი იყო თუ ვინ იყო უსწორდებოდნენ რა მე მაინტერესებს ახლა ხო ახალგაზრდა ვაშკაცი ბიჭები ხართ ხო ხვალზე ქუჩაში უნდა გამოხვიდეთ როგორ გადაგვარდა ქვეყანა რა ვაშკაცობა გონიათ პოლიტიკურ ბატალიებში ჩართვა და ცხვირპირის მტრევა და ასეკნა და ისეკნა არის თქვენ სინდისე და ნამუსე იყოს კაცო მაგრამ კუნთმაგარი და გონება ჩლუნგი არ უნდა იყო ადამიანი რა გადაივლის ეგ ყველაფერი და როგორც ზოგ-ზოგიერთ იმ ზონდერს მოუწია მე გაქცევა ქვეყნიდან თქვენც ისე არ მოგიწიოთ მე გეუბნებით იმიტომ რომ მესმის პოლიტიკაში ძალიან ბევრი მინახია ასეთი და განსაკუთრებით კოცების სამსახურში ჩადგომა მუშტიკრივით მე გეტყვით შეიძლება როგორ დაფასდეს აი მაგალითად ელემენტარულს გეტყვით ახლა გაჩხუბებენ ესეთი რაღაცა იქნება მე აზრავენ საქმეს და ზოგიერთ პირობითებს აკიდებენ ზოგიერთ შეიძლება დაიჭირონ კიდეც და მე იტყვიან რომ ჩვენ დემოკრატია გვაქვს ეს გავაკეთეთ არ გააკეთებენ გონიათ არ გააკეთებენ რამდენი შემთხვევა მომხდარა საიმისო რომ ხალხს ამოუღია ხმა ასე ჩამდგარან კოცების სამსახურში ვიღაცები უცემია და მე ამ ხალხს იჭერდნენ აი რამდენი იყო ელემენტარულს გაგახსენებთ კორცხელის ინციდენტი გახსოვთ მელია და ბოკერია და ეს ნაცები რო ცემეს იქ სამეგრელოში ხო გახსოვთ ეგ მომენტი თუ ვინმეს არ ახსოვს შეგიძლიათ ჩაწეროთ და ისა YouTube-ზე არის კორცხელის ინციდენტის როდესაც ცხვირპირში მოხდათ კაი გემრიელად იცემა მაშინ მელია და ბოკერია და ეს ნაძირლების აქვია გუნავა და ვიღაცები მე რა უქნეს კოცებმა ამ ბიჭებს თუ გახსოვთ ან გაგრძელება თუ იცით ამ ყველაფრის თუ იცით ხო აი მოჭიდავე მე ამ ბიჭებს იჭერდნენ პროკურატურაში საქმეები იყო აღძრული რა მოხდაო მე კოცების შტაბში ასე ამბობდნენ რომ
ჩაჯდენო ცოტა ხანიო და ცოტა ხანიო პირობითებიო აიკიდონო და გამოვიდნენ გარეთო კაცო და ცოტა ურკაპიქსო გადაუხდითო მე. ვიცი ყველაფერი ძალიან შიდა და ღრმა წრიდა. და მინდა არ მინდა მე არავის არაფერი დაუკარგო და მინდა პატა აბულაძე არ ვიცი თუ უყურებს ხშირად უყურებს ჩემ ლაივებს და მე მინდა უთხრა რომ ზუსტად პატა აბულაძემ კახიკალაძის დისკმარმა ლომის წვლილი დადო და ასე იძახდა რომ ბენზინს გადავისხამ და თავს დავიწვაო თუ ამ ბიჭებს რომელიმესო ციხეში ჩასვამთო. და პატა აბულაძის სიმართლე გითხრათ და დამჩენდნენ გაწირულები იყვნენ ის ბიჭები. პატა აბულაძის დამსახურება იყო რომ ის ბიჭები ციხეში არ გაუშვეს. აგერ ახლა გუშინ საქმე აღძრეს, საერთოდ არ გამიკვირდება რომ ხვალზე ზოგიერთებს მოკიდონ ხელი და შეყარონ ციხეში. ხო. მაგ თქვენი ძალა უნდა დახარჯოთ ვიცი ან რინგზე ან ტატამზე ან სადაც სპორტია და ქუჩაში გამოხვიდე და შენზე სუსტ ზურტყა ნაცი იქნება ის თუ ვინ იქნება ეს არა ვაშკაცობის მანიშნებელი და ის თუ გიტყდება ოლას რო გიძახიან მაშინ პოლიტიკაში ნუ შეხვალ ნუ იქნები პოლიტიკაში ნუ იქნები ხელისუფლების გამправებელი ნუ იქნები ხელისუფლების ტიტუშკა გინდა თუ ზონდერი გინდა თუ რაც გინდა ის დაარქვი შენ თავს ნუ ჩადგები შენი კუნთებით ქუჩაში წყვილპირის მტრევაში სამსახურში და არ მიიღებ მაგ ყველაფერს გამოდი და თუ ვაშკაცი კაცი ხარ და თავრობებში ჩარევა ვაშკაცი კაცის საქმე არა ნუ ყოფ წვირს იქ და არ შეგაგინებს არავინ თუ მიდი იმ პოლიტიკაში ხო იმ პოლიტიკაში თუ მიდი ვიღაცების მოსაქმებული შეიძლება შენც მოხვდეს და მოხვდება აუცილებლად რა და სირცხვილია სიმართლე გითხრა აი რა ან რა არის ბიჭო დებილი ხო არა ხალხი ამ შინაგან საქმეთა მინისტროს რა უნდა უთხრა ზოგი დუბინკას იღებს პოლიციის მანქანიდან ზოგჯერ პოლიციელს ხდება ცხვირპირში და კაციშვილი მე რა მოხდა თუ პოლიციელს მოხდა მას არ იღებს ან ორი მანქანა ეკიპაჟი რო დააყენეთ იქ ყველაფერი კარგად იცოდით რომ იქ რაც მოხდებოდა და როგორც მოხდებოდა სპეციალურად გააკეთეთ ეს სპეციალურად გააკეთა იგი ქოცობამ რომ ცხვირპირში მოხდროდა ზოგიერთს და მე სურვილი დაკარგოდა იქ მოსვლის და ამისთვის გამოიყენეს ეს ყველაფერი თუ არა მიგეყვანათ ერთი 5-6 ეკიპაჟი და ამრევები როგორც იჭერდით დაგეჭირეთ ან ამათი ის ყველაზე მეტი გულის ამრევია ამ ქოცი ახალგაზრდების საქციელია პოლიციის უკან რო დგანან და იმას რა ქვია ჯერ როგორ გულის ამრევად იქცევიან და ზოგი თითებს აჩვენებს ზოგი იგინება ზოგი გამორბის წიხლს ურტყამს და დარწმუნებული რო არიან რომ პოლიციის ზურგს უკან მაგათ არავინ დაიჭერს და ეს რა ვაშკაცობა ახლა პრინციპში ახლა ქოცებიდან რა ვაშკაცობა უნდა მოითხოვოს ადამიანმა და რა ვაშკაცობას უნდა შეეხო მაგრამ სირცხვილია ხალხო იმიტომ რომ საერთო ჯამში თქვენ შეიძლება კაი სპორტსმენები იყოთ მაგრამ კაი პოლიტიკის მცოდნეები ნამდვილად არ ახართ ხვალ და ზე გამოხვალთ იმ ქუჩაში ახალგაზრდები ხართ ხო და ერთმანეთთან სახეში მოგიწევთ სახეში მოგიწევთ შეხვედრა ეს რესტორანი იქნება მეტრო იქნება ქუჩა იქნება თუ რა იქნება და სირცხვილია ესეთი რაღაცა რა სირცხვილია და ვიღაცის თქვენი მუჭებით მოაკეთებთ ვიღაცის ბინძურ პოლიტიკურ საქმეს ეს შეგრცხვებათ რა და საერთოდ აი ეს არის ბიძინა ივანიშვილის აი ყველაზე მეტი თახსირობა და ყველაზე მეტი აი მთელი ამ ქოცების მათი მოღვაწეობის და მათი არსებობის ყველაზე მეტი დიდი თახსირული დამსახურება ისაა რომ მთელი ამ წლების მანძილზე ქართველი ერი დაგსახსა ერთმანეთს დარია დაყო ის ნაცია ის ქორცქოცია ის გირჩია ის ბოკერიას მომხრია ის უკნიდან ევროპელია ის ესასია და ასე არია დარია და ჭამაში მიყავს ყველაფერი და ზია ასე ივანიშვილი თვითონ სეთური ალბათ და ეს გამოვა ესე რომ გამოვა კმაყოფილი რომ იმას თუთაშხიას და იმას რომ ჩაქოლავენ იქ ახლა თუთაშხიები რომელია მაგრამ ბედნიერი რო უყურებს ასე კი ჩემოძმაო ეგენი არიან იმიტომ რომ ეგეთი თაობა გამოზარდეს და ესა ნაცების ესა ქოცების რეფორმებული განათლების სისტემა კახპების და ვიღაცა გარეკილი
ზღაპრებთან მებრძოლი ჯეჯელავების და ვიღაცა ჯუკნა სოროსელი რო იყო იმის სანიკიძის და აი ბოზიშვილების დაწერილი ისა რა ქვია საგანმანათლებლო რეფორმა რამაც მოიყვანა შუა ეს თაობა ხო და იქეთ ყოფილი ნაცი დგას არავინ იცის იცით ხვალ ზეგ დღეს ახლა არ შეიძლება ასე ყურება რომ ესენი ძალიან დარწმუნებული არიან რომ არაფერი არ მოხდება საქართველოში აი ძალიან ბევრია დარწმუნებული და იმითაა დარწმუნებული რომ რაღაცა იმიტომ არ მოხდეს რომ ნაცები არ მოვიდნენ მაგრამ ნუ რავი ნუ იტყვის რა არავინ არ იცის საქართველოში იმდენი ქვეყნის სპეცსამსახური მუშაობს და იმდენი დაჯგუფებაა და იმდენი იმხელა გავლენები ტრიალებს ხო შეიძლება ერთ წამში შეიცვალოს სიტუაცია მით უმეტეს რევოლუციური პერიოდები არის გამდგარი შემოდგომა არის საერთოდ რევოლუციური პერიოდები ახლა ჩვენ როდესაც ვლაპარაკობ ყოველ დღეს სოფლიოში ორჯერ რომელიღაცა ქვეყანაში მაინც ხდება გადატრიალების მცდელობა იმდენად აპრობირებული მეთოდია ეს აი მაგალითად დღეს მოხდა ნეპალში გადატრიალება რევოლუცია მოხდა სადაც დაამხეს მთავრობა პრეზიდენტი რა ვიცი მე მგონი მას აღდგენენ რა ქვია მონარქიას და ასე შემდეგ. ნუ ერთი ქვეყანა აუცილებლად ეს გადაედება სხვა ქვეყნებს, ისე როგორც იყო არაბული გაზაფხულის შემთხვევაში. როდესაც დაიწყო ასე რომ ვთქვათ, ეგვიპტიდან და მიყვა მთელი არაბულ ქვეყნებს. და 13 ქვეყანა მოიცვა თუ რაღაც. აგერ მაგალითად ევროპაში აქაცა, აი ახლა საფრანგეთში თავრობა სამარცხვინოდ გააგდეს გააგდეს აგერ ესა მაკრონის მთავრობა და მაკრონს თვითონ იმედია მიაყოლებენ ტრაქში ამოარტყამენ პანგურს და მიაყოლებენ და ფრანგი ხალხი ვინმეს ის ნუ გონია რა ქვია ზოგზოგი ერთი მიუხედავად იმისა რაც ფრანგერს გაუკეთა ამ ეგრეთ წოდებულმა ლიბერალურმა სამყარომ შეიძლება ის მაკრონი და მისი კახვა გამოათრიონ და ის გილიოტინა აღადგინონ და თავი წააგდებიონ როგორც იყო ეს თავის დროზე მე-18 საუკუნეში. აგერ გერმანიაში დემოკრატიულ შიგ ევროპაში 16 დეპუტატი ნახეს ოპოზიციური პარტიის მკვდარი, მოკლული. როგორც ამბობენ, მოკლულია სხვადასხვა ვითარებაში, სხვადასხვა გერმანიაში ცალკე საგიჟეთი, ანუ რისი თქმა მინდა, იცით? ეს რევოლუციები არის გადამდებები. ჩემო ძმაო, უტრაკო ხალხი რო ვერ მოახდენს რევოლუციას, მე ძალიან კარგად ვიცი, მაგრამ საქმე იმაში არის, რომ აქ სპეცსამსახურები მოქმედებენ და სპეცსამსახურები ისეთ განწყობებს შექმნიან, კრიტიკულ მასაზე მეტი გამოვა და აუცილებლად მოხდება რაღაცა უბედურება, თუ არა. რომელი ჩე გევარა ეგენი მყავენ ან რომელი ფიდელ კასტრო რომლებსაც რევოლუციის მოხდენა შეუძლიათ, ან რომელი სტალინი მყავს და ლენინი მყავს ახლა, მაგრამ ჩვენთან რომელი გადატრიალებებიც მომხდარა საქართველოში, არასდროს არ მომხდარა ეს ხალხის ნებით. არც ზვიადგამსახურდიას დამხობა ყოფილა ხალხის ნებით, ეს იყო გარეძალიდან ჩარევა, არც 2003 წელს სააკაშვილის აპრეზიდენტება და ნაცების მოსვლა, ეგრეთ წოდებული ვარდების რევოლუცია ყოფილა ერიდან წამოსული, ეს გარეძალიდან იყო ყველაფერი დაგეგმილი და ხალხმა უბრალოდ მასით შეასრულა. არც 2012 წელს შემოგარგებო ეს არ ვიცი ამას რა დავარქვათ ეს კოჰაბიტაციის პერიოდი, როდესაც რეჟიმი მეორე რეჟიმით შეიცვალა, არც ეს ყოფილა მარტო აი მაშინ იყო შანსი იმისი, რომ ხალხს შიგნიდან მოეხდინა ნამდვილად რევოლუცია და ნამდვილად დამპალი გამოსადენი სისხლი გამოსულიყო, მაგრამ ისევ ეს გარეძალების ჩარევიდან მოხდა აქ რეჟიმის ცვლა და შემდეგ კოჰაბიტაცია და ასე შემდეგ. ხვალ და ზეგ თუ რაღაცა მოხდება საქართველოში, ესეც აუცილებლად მოხდება გარეძალებიდან ჩარევის შედეგად. და როდესაც გარეძალებიდან ჩარევის შედეგად საქართველოში რაღაცა განხორციელდება, აი როგორი სცენარი იქნება საქართველოსთვის გაწერილი, აი ამაში არის საქმე თუ არა. ესენი რო ჩეგევარები არ არიან და პატარა ქვეყანაა საქართველო და რევოლუციის მოხვედრა არ არის მარტივი საქმე, ეს მე კი ვიცი შენ შემოგევლე, მაგრამ ეგრე არაა საქმე რა. მაკრო იყო ახლა კაი ხანი მომიწევდა ხეხვა. ციხის არავის არ ეშინია, მაგრამ უშედეგო არ უნდა იყოს ადამიანის ბრძოლა. ხო და აი აქედან გამომდინარე მე ამათ ვეუბნები, რომ ხვალზე არავინ არ იცის რა იქნება და როგორ იქნება და რანაირად იქნება. პატარა ერი ვართ, პატარა ქვეყანაა და ასე სამარცხვინოდ ნუ მოიქცევით რა.
ასე სამარცხვინოდ რომ მოიქცევით. ყველას მოგიწოდებთ რა. ჩანს ამის სურნელი იგრძნობა აბსოლუტურად. ყველა პირობა არის იმისთვის, რომ საქართველოში გადატრიალების ვარიანტები ხდებოდეს. აი აბსოლუტურად ყველა ნიშანი არის აი იმის. და მე მიტო გეუბნებით რა, ვინც ხართ ნაცი და ქოცი, აი გამოდით ბატონო, გამოიყვანოს გუბასანიკიძე, მისი უჯიშო შვილი და დააყენოს იქ და იჩხუბოს. გამოიყვანოს ივანიშვილმა თავისი შვილი, დააყენოს იქ. გამოვიდნენ სხვები და თქვენ ხალხო გამოდით აქეთ. შეეშვით და უყურეთ, მაგრამ საქმე იმაში არის, რომ თქვენ იქეთ ამხარეს, ვინც დგეხართ, საქართველოში პოლიტიკური ბიზნესია და ამ პარტიას თუ მიეკედლები, რომელიღაცა სამსახურს მოგცემენ და ფულს ჩაგირიცხავენ, ტენდერს მოგაგებიებენ და აქეთ მხარეს თუ იქნები, რომელიღაცა არასამთავრობო ჩაგირიცხავს ფულსა. თქვენი ინტერესიც არის ამ ყველაფერში. აუ ქალბატონო რა, მე რასაც გთავაზობდით, იმას გთავაზობთ, ეს სისულელები ამოვიდა ყელში. რას გთავაზობთ და თავისუფლებას და ბრძოლას და არ იყო არც ქოცის მონა და არც ნაცის მონა და არ მიიღო საერთოდ ამათ ცირკში მონაწილეობა, მაგრამ თქვენ არ გინდათ გონიათ ილუზია ყველა შექმნილი იმისი, რომ აი არ მივიდეს არჩევნებზე, რაღაცა შეიცვლება. ილუზიაც კი არაა, თქვენს კარგად იცით ყველაფერი, მაგრამ თქვენს დავალებულები ხართ რა, ან ბიძინადან, ან მიშადან და არ ვარ ჩვენ რევოლუციურიერი, რევოლუციები ჩვენ არ გვიყვარს და ამიტომ მიჩვეული ჭირი მარგებელია და მიშას ხო ჯობია. ხო და მიშას თუ ჯობია იღავით, მას და ხმას ნუ იღებთ. ნუ იღებთ ხმას. ამ კითხვის დამსმელები. და იღავით ბედნიერად, მართლა ხელი მოგიმართოთ მაშინ. ბიძინას მართულ იმაში, რა ქვია, ქვეყანაში არ ვიცი, საფაშო ამას არ ქვია, სახანო ამას არ ქვია, დიქტატურის ტრაკი ამათ ვინ მიცად რომ დიქტატურა იყოს, დემოკრატია ამას არ ქვია. რავი, რა სახელი დავარქვა? ზოოპარკია ერთ ჩვეულებრივი ზოოპარკია. სადაც ხალხი ისეა ერთმანეთზე გადამტერებული, რომ ოღონდ სისტემა აირიოს და ერთი მეორეს შეჭამს ცოცხლად. არ მინდა მე ეს რო ხდებოდეს ჩემ ქვეყანაში. არ მინდა. უბრალო ხალხის დონეზე და ნაცებმა და ქოცებმა გამოდით დაეწყვეთ და მთელი ერი გიყურებთ და დაგირიგებთ იარაღს და დახოცეთ ერთმანეთი. პაპა ახლა ქვეყნის გარეთ თუ ცხოვრობ, ქალბატონო და თუ 25 წელიწადია ქვეყნის გარედან რომელიღაცა დალაგებული ქვეყნიდან ხედავ შენ ქვეყანაში რა ხდება, ძალიან კარგად უნდა ხვდებოდე, რომ არც ერთი ხელისუფლება არ იმსახურებს ადამიანის, ქართველი ადამიანის მხარდაჭერას. რა თუნდა ამას ლაპარაკი? მოდის შემოდგომის პერიოდი და აბსოლუტურად ყველაფერი არის გათვლილი საიმისოთ, რომ მაგ იყოს არეულობა და უბედურება. და კიდე ერთხელ გეტყვით რა, თქვენ ვინც გუშინ თავი დადევით ქოცური ხელისუფლებისთვის, აი ძალიან მალე დაგინახავთ იქ რა. ძალიან მალე დაგინახავთ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკითხვებზე, ზოგს პირობითებს აკიდებენ და ზოგი შეიძლება ცოტა ხნით შეგიშვან. სამშობლოს პარტიას ასე დაჭირდება რა. თქვა იქონიეთ პატარა თავში. თქვენ თუ არ იცით, წვისი მაინც გაიგონოთ რა. მოგლეთ, ბევრი რო არ გავაგრძელო, მე პირადად წინააღმდეგი ვარ ამ მომენტში ყოველგვარი არეულობა და არეულობის, იმიტომ რომ არა ქვეყანაში ჯერ ის ძალა შეკრებილი, რომელიც ძალასაც შეუძლია ხელისუფლების აღება და მართვა და ეს ქოცები მისით მოჭამენ და მისით დაჭამენ ერთმანეთს. მოსულია ეგ პერიოდი. მოსულია ეს პერიოდი და რევოლუცია თუ მოხდება, ხო? და რევოლუცია უნდა მოხდეს, ქართული ეროვნული რევოლუცია უნდა მოხდეს და სოციალური რევოლუცია უნდა მოხდეს ქვეყანაში. დანარჩენი ესა ერთი სცენარი სულ ყველასი რა. და ეხა უბრალოდ ჩვეულებრივი როკიროვკა. იყო ნაცი ოპოზიციაში, გადმევიდა ქოცი ოპოზიციაში ახლა და მერე ნაცი გადავა ოპოზიციაში, ქოცი გამოვა და ამათ როკიროვკაში გაწყდება ქვეყანა. მესამე ქალბატონო არა ის რა ქვია მეოთხე ლიდერი გამოჩნდება რომ ვის ხედავ დღეს თქვენ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში რომ ვინმეს ლიდერობა შეუძლია. ვინა ადამიანი ავტორიტეტული ადამიანი რომელსაც ერი ენდობა და რომელსაც მხარდაჭერა გააჩნია. ეს ჯერ ხო პოლიტიკა არა, ესა ჩვეულებრივი ზოოპარკი. კიდე ერთხელ ვამბობ. ზოოპარკია. და განსაკუთრებით ზებრებითაა სავსე. ზევით ოჩოპინტრეზის და ზოოპარკი ყავს. თუ ქართველი ერი ვერ შეიგნებს იმას, რომ ამ ზოოპარკს ხო და ჩემო ძმაო, ფულის გამო და სიმდიდრის გამო ახლა ვინ გადაუხდის იმ ეგრეთ წოდებულ ოპოზიციას ფულს,
შენ და მე და ჩვენ ვისაც უხდით მთავრობას უხდით ფულს და ეგრეთ წოდებულ მთავრობას და ვალდებულია რომ ემსახუროს ქვეყანას და ქოცები ქვეყანას იმსახურებენ მის იმაში რა ნამუსით უნდა იყოს ახლა კახი კალაძეზე რო აგიჟებთ და აფანატებს და რა ნამუსით რომელ ნამუსზე უნდა ილაპარაკო ქალაქის მერი ხარ მილიონიან ქალაქში 637,000 სოციალურად დაუცველი ადამიანია რომელ ეკონომიკურ სასწაულზე და ბედნიერებაზე ლაპარაკო ქალაქის არქიტექტურა შეხედავ რაცა მუნიციპალური საკითხები თბილისი გახდა რკინაბეტონის ისა რა ქვია ციხე კორუფციამ შეჭამა ყველაფერი ნუ ახლა ეს ბარიგობამ და ნარკომანიამ თლაც წალეგა ხო ყველაფერი ღირსებაზე და მორალზე რა უნდა დაუწყო ლაპარაკი გათხოვილი კაცების დამჯილდოვებელი არის და თუ ვინმე პიდარასტი და ჩათლახია ყველა ჩახუტებული ყავს ქართულ ოცნებას გუშინდელი ნაცები ოლეოლას რო უმღეროდნენ დღეს სამაგალითო კოცია ხო და როგორ უნდა იყო ან ერთის მომხრე ან მეორეს მომხრე და აცალეთ რა ესენი გამოდით და მთელი ერი დავდგებით და გიყურებთ ნაცი და კოცი როგორ შეჭამთ ერთმანეთს და დაისვენოს იქნება ქართველმა ერმა რა და კიდე ერთხელ გეუბნებით რა ამ იმგენს რა ქვია ეგრეთ წოდებულ იმას რა ქვია ქუჩის მიმართულება ვისაც გაბარიათ კოცობაში ქუჩის მიმართულება ვისაც გაბარიათ კი გასაგებია ვინ არიან ისინი არაკეთებთ თქვენ კაი საქმეს არაკეთებთ იმიტომ რომ არ ემსახურებით თქვენ ზევით ვინცაა ხო არა ის სამშობლოსთვის თავდა ისეთივე მოღალატე და ისეთივე ნაძირალა და ისეთივე ვირთხა როგორი ვირთხაც არის იყო სააკაშვილი და ნაცები და კიდე ერთხელ გეტყვით რა თქვენ ხო დაფინანსების გარეშე არაფერს არ აკეთებთ აი ესე აფინანსებ და როგორც თქვენ გაფინანსებთ თავის დროზე ისა რა ქვია სააკაშვილს და ნაცებს ივანიშვილი და ეგ არავისთვის ახალი არაა და შედით და ახალგაზრდა თაობა თუ ხართ და არიცით ზოგმა ინტერნეტში ნახეთ და ივანიშვილის ინტერვიუები ამოიღეთ სოროსის ფონდთან ერთად როგორ აფინანსებდა ნაცების ხელისუფლებას და როგორ უხდიდა მინისტრებს პრეზიდენტს ამათ და მის ჭკუაზე რაც მოახდინეს ნაცებმა ყველაფერი ბიზნეს ხელშეწყობით მოახდინეს და თქვენს დაფინანსების გარეშე ახლა კაც გალახავთ კი არა ნამის არ გადადგამთ ისეთი დროა მოსული ხო ხალბატონო მანანა რევოლუციები თავისთავად და ლიდერებით ხდება თავისუფალ ქვეყნებში დამოუკიდებელ ქვეყნებში სადაც საზოგადოებას ხო გარეძალა შეიძლება ყველგან იყოს ჩარეული მაგრამ საზოგადოებას გარეძალა არ მართავს გარეძალა ამიტომ საზოგადოებაში ლიდერი გამოჩნდება და საქართველოში ისეთი სიტუაცია არის რომ როდესაც პროცესები მთლიანად გარედან ხდება და მთლიანად გარედან იმართება, ხო? ლიდერს გამოგიჩენენ, დაგისვამენ. ძალიან ლამაზად დაგისვამენ ლიდერს. როგორც თავის დროზე დასვეს შევარდნაძე, როგორც თავის დროზე დასვეს სააკაშვილი, როგორც თავის დროზე ესა რა ქვია ივანიშვილმა დასვა საქართველოს პრეზიდენტად აი ეს მთელი ნაგავი ვინც ყავდა დღევანდელი ყაველოღლის ჩათვლით. ამიტომ ვერ მოხდებაზე ნუ იტყვით აქ დაიწერება სცენარი დადგამ სპეცსამსახურები თავის გზას მით უმეტეს ბრიტანელები რომლებიც გავეშებული არიან ჩარეული მიექვსის საქართველოში მიმდინარე და აზერბაიჯანში მიმდინარე მოვლენებში საერთოდ კავკასიის მიმართულებაზე ისეთ ლამაზ სცენარს დაგიდგამენ რომ თქვენ სიზმარშიც კი დაიჯერებთ რომ ეს მართლა ასე მოხდა ისეთ ლიდერს გამოგიწყობენ რა კარგით რა აქ ხო უნდა განასხვაოთ უბრალოდ რომ თქვენი ქვეყანა არ არის საფრანგეთი სადაც კი მართალია რევოლუციაში გარეძალები ყოველთვის არსებობს და ყოველთვის იქნება და რუსეთში მეფის რუსეთში რევოლუციის მოწყობაში ჩართული იყო მთელი გერმანიის დაზვერვა და ჩართული იყო იაპონიის დაზვერვა და ვინ არ იყო ჩართული იმაში რომ ცარიზმი დამხობილი იყო და ბოლშევიკები მოსული იყო და მთელი ბრიტანეთი იყო ჩართული ამ ყველაფერში მაგრამ საერთო ჯამში მაინც შიგნით გამოიჩეკა ლიდერი ხო და ისე იქნება საფრანგეთშიც ხო ისე იქნება რა შენ ქვეყანაში რომლის პროცესებსაც სხვა მართავს აუცილებლად გამოგიჭედავენ ლიდერს და დაგისვამენ და არა კაი იქნება ახალგაზრდა პერსპექტიული დასავლეთში განათლება მიღებული რა ვიცი პატრიოტი რო კითხო რა ვიცი გაყევით ხალხი და მოგიწოდებთ მშვიდობისკენ და ჩვეულებრივად როგორც იყო ეს
აჯანდაბა უნდა ინგლისურ რო გვებდის. ალბათონო ინგლისი სოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპერია იყო, რომლის კოლონიების ტერიტორიაზე მზე არ ჩადიოდა ასე რომ ვთქვათ, დასავლეთ ნახევარსფეროში მზე რო ამოდიოდა, აღმოსავლეთ ნახევარსფეროში მზე ჩადიოდა და ინგლისის იმპერიებს ეფინებოდა და აქ სოფლიო დონის გავლენები, რომელი გავლენებიც შენ კი არ გებძვის მის ინტერესებს იცავს. ხო, აი ზელენსკი, აი როგორ გამოაცხეს ზელენსკი, კი ბატონო, როგორ გამოაცხეს ზელენსკი, როგორი სიუჟეტები დაუდგეს, როგორი ფილმები მიუძღვნეს. ეხლა ასეთების მით უმეტეს, აი ქართული საზოგადოება, რომელიც მიშაბიძინას დონეზე დავიდა, თავის დროზე დეგოლი ამბობდა, რომ დაუშვებელია დაბალი დონის ადამიანების მოსვლა ხელისუფლებაში, რადგან მას თავის დონეზე დაიყვანენო და მიშაბიძინას დონეზე რომ დავიდა, ესა რა ქვია, ქართული საზოგადოება, იმას ახლა მიექვის დახატული სცენარი მშვენივრად, მით უმეტეს ქართული გვარის ქართველი არაა, უკრაინელია ის ვინც არის, მაგრამ მეტრეველი მართავს ქართული გვარი აქვს, მამინაცვლის გვარი აქვს, მიექვის ლიდერს, ქალია სხვათა შორის და ძალიან ზრუნავს საქართველოს. ევროკავშირში ძალიან ცუდი ამბები ხდება, ჩემო ძმაო, რა აზრისა ვარ და იმ აზრისა ვარ, რომ ევროკავშირი ძალიან მალე დაასრულებს თავის არსებობას. მაგრამ ახლა საფრანგეთში რაც ხდება, ეს ცალკე საუბრის თემა არის. საფრანგეთში ახლა მაგალითად მაკრონის გადადგომასთან ერთად Frexit-ს ითხოვენ, ანუ საფრანგეთის გამოსვლას იმედან, რა ქვია, ევროკავშირიდან და საფრანგეთი რომელიც შემქმნელი იყო თვითონ ევროკავშირის და ის თუ გამოვიდა, ჩათვალეთ ევროკავშირი აღარ იარსებებს შემდეგ. ეკონომიკური პრობლემები და უამრავი სხვა რაღაცეებიდან გამომდინარე გუშინ ერთ ძალიან ახლობელ ადამიანს ვესაუბრე გერმანიაში, ცოტა სხვა დონეზე აქვს არ არის ქართველი, სხვა დონეზე აქვს იმას კავშირები და მითხრა ესეთი რაღაცა, რომ ძალიან დიდი პრობლემები არის სულ მალე მოსალოდნელი, იმიტომ რომ ვალუტა ევრო რაღაცა ტრილიონობით, უკვე რამოდენიმე ტრილიონი გაედინება ლიხტენშტეინის ოფშორში, სადაც მისი კონვერტირება ხდება დოლარზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ევროს დევალვაციას ელოდებიან და კონვერტაცია ხდება, რაც შორის იყო ტრამპის და ამერიკელების ინტერესებში ყველაზე მეტად, რომ ევროკავშირი დაშლილიყო, აღდგენილიყო ეროვნული ვალუტები და დოლარი ისევ გამხდარიყო ჰეგემონი, ამიტომ გამომდინარე აქედან მიმდინარეობს ეს ყველაფერი. რუსეთი მშვენივრადაა მისთვის, ქალბატონო. მშვენივრადაა რუსეთი. არაფერი რუსეთს არ უჭირს. რუსეთი ამდენ ხანში 9 ჯერ უნდა დამარცხებულიყო, 9 ჯერ უნდა გაკოტრებულიყო შიმშილით, ამომძვრალიყო, რუსეთს აგერ ჩიპები უნდა ამოეღო, იმიდან თურმე იმაში უნდა გადაენერგა რაღაცა სისულელეები. მშვენივრადაა რუსეთი. ყავს ეგერ ჩახუტებული მისი მოკავშირეები, ახალ ხელშეკრულებებს მოაწერა ხელი, აგერ რაც ევროპას მიეწოდებოდა და უფრო მეტი გაზი ეგერ იმაში უნდა გაყიდოს ჩინეთში ახალი უზარმაზარი გაზსადენი მშენებლობა მიმდინარეობს და ხომ იგებს ნაბიჯ მიდის ეკონომიკა ინარჩუნებს ნორმალურადაა რა უნდა რუსეთი მშვენივრადაა რუსეთს რა უჭირს Deep States რა დამარხვა უნდა Deep States ზამი არა დამარხავს მაფია ბესმერტნა ხო გაგიგია ჩვეულებრივი პოლიტიკური მაფიებია ესე რა დამარხავს რა დამარხავს ჩვეულებრივი მაფიოზები არიან რომლებიც უკვე სახელმწიფო დონეზე არიან სხვათა შორის რა არის იცი თავის დროზე ლაკი იღბლიანს ლაკი ლუჩიანოს რო კითხეს ესეთი რაღაცა რო
თუ არის შესაძლებელიო საბჭოთა კავშირშიო მოვიდესო მაფიაო. ლაკი ლუჩიანომ რა უპასუხა იცი? საბჭოთა კავშირში რაღა მაფია უნდა მოვიდესო. საბჭოთა კავშირში მაფია ყველაზე დიდი მაფიაა მოსული და ყველაზე მაგრათაო. ერთი პარტიაა და მომჯდარია ყველაფერში. პოლიტიკური პარტია ჩვეულებრივი მაფიაა და ეგ deep state-ები და ესენი ამ პოლიტიკური პარტიების შემქმნელები არიან. გადაერქვევენ სხვა სახელს და გააგრძელებენ ცხოვრებას. რა მოუვა deep state-ს? ჩვენ ქვეყანაზე და ჩვენ თავზე ვიფიქროთ. ყველაზე მეტი უკეთესი არის და ქართველი კაცი ასე არ უნდა ჭამდეს ერთმანეთს ქუჩაში და არ უნდა იყოს ერი დაყოფილი შენ ნაცად, შენ ქოცად, შენ მიშისთან, შენ ბიძინისთან, მაგრამ ახლა კარგად მესმის რომ ასე უცებ ეს ყველაფერი არ მოხდება რა. იმიტომ რომ ეს გეგმა მხოლოდ და მხოლოდ ასე შეუძლია ივანიშვილს იარსებოს და მხოლოდ და მხოლოდ ასე შეუძლია ივანიშვილმა და მისმა კლანმა საქართველოში შეინარჩუნოს ძალაუფლება, რომ ყავდეს ყოველთვის ნაციონალური მოძრაობა, მისი მომხრეები და ჩვენ ხო ესეთები არა ვართ და სხვას არ მიცეს განვითარების საშუალება, ხმის ამოღების საშუალება, იმიტომ რომ იცის ყველაფერი გაუო. აბსოლუტურად ყველაფერი გაუო. ეგა ფული ძმაო, ფული, მე გეტყვი ერთ რაღაცას, რომ აი საქართველოში ძირითად აბორიგენ მოსახლეობას, ქართულ მოსახლეობას არასდროს არ მოასუნთქება. არასდროს არ თქვენ გონი საქართველოში ფული იშოვება? საქართველოში ფულს შოულობენ ეს ახალი ქართველები და ეგრეთ წოდებული ესა რა ქვია ინვესტორები, პირი დაგჭება ღია. პირი დაგჭება ღია. რაღაცა ერთ წელიწადში მილიონერები და მილიარდელები ხდებიან საქართველოში. მაგრამ ეს ფული ხალხს კი არ მიდის. გაჩად დაგერ ბათუმში. ელემენტარული აიღეთ. ბათუმი ხო ჩვენიაო ვიძახი. ბავშვი ვერ შეიყვანს მშობელი საქანელაზე 20 ლარიღის რო დააჯინოს. რაღაცა 10 წუთი. ყველაფერი უცხოელისა. ყველაფერი გადამთიელისა. აი ეს რეჟიმია და ეს სისტემა. ახლა ეს ერთ შემთხვევით იმათ მოვიყვანე და აი ესეთი ქვეყანა შეგვიქმნა ბიძინა ივანიშვილმა. გვეუბნება რომ ალტერნატივა არა აქვს. ამოსავალი არის ერთის დედაც მეორეს დედაც დაიკიდო და საერთოდ გაატარო და ნელ-ნელა მოიკრიბო ეროვნული ერთობისკენ, რომელიც დაამხობს ამ ყველაფერს. იმიტომ რომ თქვა თუ მომისცენ შემოძღვაო თუ მოსახლეობა ამოისუნთქა საქართველოში, მაშინ იმას ცოტა სხვა შეხედულებები გაუჩნდება. მერე ის არ იქნება ესეთი მორჩილი. აი რამდენი ვიცი, იცი? აი ქოცებს მინდა უთხრა. ეკოცებო. აი რამდენი საჯარო მოხელე. იმის გამო, რომ იძულებულია თქვენ მოგცეთ ხმა. იმიტომ რომ თქვენ რო არ მოგცეთ ხმა, თქვენ რო არ შეასრულოს მისი მოვალეობა და არ იმასთანაც სამსახურიდან გააგდებთ, 1000 უბედურებას დამართებთ და იძულებულია. აი იმდენი თქვენი დედა შევეცი, რამდენი თუნდაც თქვენი საჯარო მოხელეების ძალიან დიდი ნაწილი თქვენ არ გიჭერდეთ ყარს. იმდენ წვალებაში და წამებაში ყავთ. სხვა საარსებო არა, რო წამოვიდეს იქედან, სად წავიდეს. არა, ისე ერთს გეტყვით, რომ ვინც ამ დღეში ხართ, არა ეს გამოსავალი. მთელი ცხოვრება ასე იქნება. ვინა შემოძმაო, ესა რა ქვია, ეროვნული ხალხისა, ვის ხედავ ერთი ეროვნული ვინ დატოვეს მაგ ქვეყანაში. ვინა ერთი ეროვნული. აი გამეცით ზურად პასუხი. მაგისვრად ერთი ის შემეკითხე, სადაა ერთი დედა ეკლესია? სადაა საპატრიარქო? სადაა საპატრიარქო და სად არიან ეს ყანდურები? აწყდა ქართველიერი დაცლის განადგურების პირასა. ლოცულობენ არცალიათ, ხო? როცა ესეთი უბედურება ხდება. როცა ზნეობრივი და მორალური დეგრადირება, როცა განათლება ნულზეა დასული. სად არიან? სად არიან? არცალიათ, ხო? ლოცულობენ, ხო? ხელი არ შეუშალ, ხელი არ შეეშალ. ლოცო.
ეროვნული ხალხი ვინც იყო დახოცეს და სული ამოხადეს და ზოგი ქუჩაში მოკლეს და ზოგი ტყე მოკლეს და ზოგი ავარიაში მოკლეს და ზოგი ასე და ერთი სასულიერო პირი მანახეთ გამოსულიყო და ამ ყველაფრის წინააღმდეგ ეს არა ქვია ამოეყო ხმა რო გააწყდა ქართველიერი იწვიან პოლიტიკაში არ ერევაო ამის დედავათირე მარაბდაზე კათოლიკოსები იბრძოდნენ და ეპისკოპოსები იბრძოდნენ ხმლებით და იწირებოდნენ ქვეყანას და იცი ამათ აგერე 160 ლარად იყიდი ქართულ გვარს მიდი ეკლესიას არა საპატრიარქოს არც ალია 55,000 ბავშვი შიმშილობს ახლა ალბათ რა ვიცი რამდენზე არა ინტერესებს არჩივა მოვა არჩევნები იქ ადაგებენ საბიძინოთ 51 მოხაზეთო ეტყვიან ხარ 60 მილიონზე გაუზარდა ამ ხელისუფლებამ რას ლოცულობენ ძმაო და ილოცე შენს და გექნებაო გეტყვიან და რა ვიცი მაგრამ საიდუმლო ლოცვები იციან მაგერმა დაღუპულები რო ვარ ჩემო ძმაო დაღუპული როა ქვეყანა დაღუპული როა ერი მე ახლა 90-იანების თაობა ვარ და ჩემი ერი და ჩემი ქვეყანა მახსოვს ზნეობრივად მორალურად ტრადიციით ქართველობით რასაც ქვია შეხედე დღევანდელ საქართველოს და მაშინდელ საქართველოს ერთმანეთიდან რა განსხვავება ქართველს როგორ ექცევა მე 90-იანებში კიდე მთელმა საქართველოს ერთმანეთის გამონაცვალებში გავიტანეთ ეს არა ქვია თავი და ერთმანეთის ლუკმის გატეხვით გავიტანეთ თავი დღეს რომ იმნაირი კრიზისი დადგეს ალბათ შეჭამენ ერთმანეთს რა ვიცი იმ კომუნისტებში 10-15 ეკლესია იყო გონია და 1-20-30 მღვდელი და რწმენა მეტი იყო და ხალხი მეტი პატიოსანი იყო და ახლა საზღარი გეხდა ყოველფეხის ნაბიჯზე ეკლესია არის და ამდენი მღვდელი მიდღემში არ ყოლია იმალ საქმეა საქართველოს გონია მაგრამ მეოთხის დროს იყო გონია ერთი ასე აღშენებლობა იმაში საქართველოში და აი ხალხი მეტი ზნედაცემულია და არა აისთვის ლოცულობენ მაგენი და რასაკეთებენ მე ვერ გევიგე მე ვერ გამევიტანი აზრს მაგნაირი ქრისტიანები გენც არიან აკია კოცერია მილიერ და სამშლებს დაიკავებ კაი შემოგარგება დაგემშვიდობებით მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა და აი ამის თქმა მინდოდა რა ისე ერთ კი ვიტყვი რომ კიდე ნაკლებს ვღებულობ ჩვენ ქართველები რასაც ვიმსახურებთ ეს არაფერია კიდე ამდენი მოღალატე ამდენი ფულზე გაყიდული სინდისი ნამუსი ყველაფერი რო აქვს დაკარგული და ყველა როზევითაა და ყველა როზე ვიცდილობს აზრომას ეს უკეთეს რატო ელოდება ვინმე მე ვერ გამიგია რა ყველაფრის თავი და თავი არის უღმერთობა რიტუალებზე დასული რწმენა და საერთოდ დავიწყებული რას ნიშნავს ქრისტიანობა ქვეყანაში რა არის ქრისტიანობის არსი და ასე შემდეგ თუ ამათმა ფიზიკურად გაანადგურეს ქართველიერი აი ამ ეგრეთ წოდებულმა რა ქვია მღვდლებმა სულიერად გარყვნეს და გადააგვარეს მე წინ თუ ამას რატო ვამბობ და იმას რატო იმიტომ ვამბობ ასე დაგროვების მეტი არაფერი არ აინტერესებს და მაგათმა დაიყვანეს ეს ერი დაცეს გაანადგურა 100% არ ეხება მაგრამ აბსოლუტურ უმრავლესობას ნამდვილად ეხება რა ზოგი ნაცია ზოგი კოცია ზოგი სლავა უკრაინელია ზოგი ისა ზნეობრივად გაბწყინდებაო იბერიაო პატრიარქი გვეუბნებოდაო გაბწყინდება მაგარი გაბწყინებულია მაგარი იბერია ამათ რო აიყოთ ახლა ჯულის კანონი სინამდვილეში რასაც რითაც ახლა ეს ჩემი სიტყვები კი არა ესა უფლის სიტყვები 8 საეკლესიო კრების გადაწყვეტილება არის და პლუს რუის ურბნისის კრება რომლის დადგენილებაც ეს არის უზენაესი შეხედოთ მე წაიკითხოთ ელემენტარულად წაიკითხოთ უბრალოდ რა არის ეს დანები ყველაფერს დავი 18 პუნქტია რუის ურბნისის კრება რითაც მოხდა მაშინ გაწმენდა ეკლესიის და შეხედო მე დღევანდელ ეკლესიის მსახურებს მიხვდები რა ესაა საკ
მიხვდები რაშიცაა აქ? მორჩა დამთავრდა. ყანდურებშია ქვეყანა ჩაყვანილი, ასე ლოდები. აქეთ ყანდურები არიან და აქეთ ბიძინა და მიშა და ახლა ყანდურების და ბიძინა მიშასნაირების აშენებული სახელმწიფო მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს და არ იქნება. როგორი პიროვნებებიც არიან, აი ისე მიდის ქვეყნის მმართველობა. ხო იცი? ძაღლიო, პატრონსო, ემსგავსებაო, სწორი გამოთქმა ეს. როგორი ხელისუფალიც არის, აი ისეთი რიტმი და ისეთი სტილი დგება ქვეყანაში ცხოვრება. ზუსტად გამსახურდია იყო ეროვნულობისკენ, ქრისტიანობისკენ, თავდადებული ადამიანი, უნდოდა რუისურგნისის კრებით, საეკლესიო სასამართლოს აღდგენა, უნდოდა ეროვნული რეფორმების გატარება, არ უნდოდათ ეს. არც ეკლესიას უნდოდა, ეკლესიას რას ვერჩი, ყანდურებს, არც ხალხს არ უნდოდა აქეთ, ხო? ხალხს. ვინც ახლა პოლიტიკაში არიან. ხო და ვარ გვინდოდა ისეთი და ის გზა და მის მერე შევარნაძე რა პიროვნებაც იყო, მისნაირი ქვეყანა იყო. სააკაშვილიანაირი იყო, მისნაირი ქვეყანა იყო. ახლა ეს ოჩოპინტრი არის და ასეთი ქვეყანა. ნუ ეს წარე სიმართლე ესა არა იუმორი. კარგად ზანდებოდეთ. დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის.